ატლანტიდაზე სახელმწიფო და სოციალური სტრუქტურები მოიშალა. მისი არსებობის ბოლო 200 წელი იყო არსებობისათვის უსუსური ბრძოლა. დაავიწყდა ღვთიური წარმოშობა და ისიც, თუ საიდან მოვიდნენ დედამიწაზე. ამაღლებულმა მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ მორიგე ელექტრომაგნიტური ნულოვანი ზონის, ანუ პოლუსების ცვლილების დროს ატლანტები დარჩენილ მეხსიერებასაც დაკარგავდნენ, რადგან ამ დაცემამ თავიანთ მერკაბასთან კავშირიც დააკარგვინათ. ისიც იცოდნენ, რომ მთელი კონტინენტი ჩაიძირებოდა, ამიტომ ატლანტიდის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე ეგვიპტეს ესტუმრნენ. იმისათვის, რათა გავიგოთ, რა და რატო მოიმოქმედეს ამაღლებულმა მასწავლებლებმა ეგვიპტეში და როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები. ცოტა ხნით თემიდან უნდა გადავუხვიო და გავიგოთ თანაფარდობის პრეცესიის და ცნობიერების ქსელის ბადის არსი. თანაფარდობის პრეცესია, ანუ დედამიწის ღერძის მიერ ციური ეკვატორის გარშემოვლის ხანგრძლივობა, დაახლოებით 26,000 წელია. ამ ციკლს ასტრონომიაში დიდი წელი ან პლატონის წელი ეწოდება. მხოლოდ ეზოთერული კუთხით შევხედოთ, რა ხდება ამ დროს. როდესაც დედამიწა ამ წრის იმ ნაწილში იმყოფება, რომელიც გალაქტიკის ცენტრთან ყველაზე ახლოა და მისგან გარეთ იწყებს მოძრაობას. დედამიწაზე და ადამიანების ცნობიერებაში იწყება დაძინების, აპათიის, სულიერი დეგრადაციის პერიოდი. ხოლო პრეცესიის შუადან, ანუ დაახლოებით 13,000 წლის შემდეგ, დედამიწა გალაქტიკის ცენტრიდან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება და მოძრაობას ცენტრისკენ მიმავალი წრის ნაწილზე იწყებს. ეს არის გამოღვიძების, აღორძინების პერიოდი. ეს პროცესი ციკლურად მეორდება. ძველი ბერძნები ამ დიდ წელს 4 პერიოდად, ჩვეულებრივი წლის სეზონების შესაბამისად ყოფდნენ: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და რკინის პერიოდებად. უპანიშადების მიხედვით კი 4 იუგად იყოფოდა, თუმცა ამ იუგების სატიას, ტრეტას, დვაპარასა და კალი იუგას დროის ხანგრძლივობას სხვადასხვა წყარო ქრონოლოგიურად განსხვავებულად იძლევა, ხოლო პრინციპი ერთია. იმ დროს, როდესაც ატლანტიდის კატასტროფა მოხდა, ატლანტიდელების ცნობიერების ასე მკვეთრად დაცემას იმანად შეუწყო ხელი, რომ დედამიწა გალაქტიკის ცენტრიდან ახლო წერტილში იმყოფებოდა და სულიერი მიძინების პერიოდი იწყებოდა. რომ არა მარსელები და მათი ექსპერიმენტი. ატლანტების სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე იდგნენ. იმის მიუხედავად ფიზიკურად გადარჩებოდნენ თუ არა. მომდევნო 13,000 წლის მანძილზე შეძლებდნენ შეენარჩუნებინათ თავიანთი სულიერი განვითარების დონე. მაგრამ დაბალ განზომილებებთან კავშირმა მათი განვითარება სრულად შეაჩერა და შერჩენილი ცნობიერების ნამსხვრევებით არანაირი შანსი არ ჰქონდათ ეს ციკლი სრული დაცემის გარეშე გადაეტანათ. რაც შეეხება უძველეს ლემურიანდელ ცივილიზაციებს, ამის შესახებ ძალიან ცოტა, თითქმის არაფერია ცნობილი, რადგან ისინი თავიანთ ჩვენგან დამოუკიდებლად განვითარების გზას გადიოდნენ. სამარაუდოდ ყველაზე ახლოს დროში ლემურიამდე ცხოვრობდა გოლიათების რასა. არსებობს კიდევ ერთი რასა, რომლებიც